საკმაოდ უფრო დემოკრატიულია ის, რომ დაინიშნა მეორე ტური. არ ვიცი, ახლა ასე ჩართული არ ვიყავი ამ პროცესებში და რა მონაცემები იდებოდა წინასწარ, ეს არ ვიცი, მაგრამ ის რომ უფრო დემოკრატიულია, ის რომ მეორე ტური ინიშნება, ეს ბუნებრივია და არა მარტო ბათუმში, საქართველოს 8 ქალაქში მე მგონი განმეორებითი მეორე ტური დაინიშნა. თქვენც ხომ ეს ინფორმაცია გაქვთ? ნახოთ, გაიწელა არჩევნები, მაგრამ ნახოთ რა შედეგებით დამთავრდება, წინასწარ მე ვერანაირ პროგნოზს ვერ გაგიკეთებ. ალბათობა იყო იმის, რომ მეორე ტური დაინიშნებოდა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი იყო პარტიები ბიულეტენებში და ჩემი აზრით მეორე ტური იმისთვის არის კარგი, რომ ყველა მომრჩეველი დაინახავს თუ ვინ რა არის და ყველას ეკნება უფრო ის აზრი, რომ უფრო ნაკლები პარტია იქნება არჩევნებზე, ნაკლები იქნება ბიულეტენებში ამომრჩეველთა პარტიების რაოდენობა და უფრო კარგად გააკეთებს არჩევანს. ბითია, იმიტომ რომ ხალხმა გამოხატა თავისი პოლიტიკური ნება. არჩევნები არ გაყალბებულა, ამიტომაც დაიდო ასეთი შედეგი. რა ვიცი, იმიტომ რომ რაღაცა არ არის ის ნდობა ხალხში, ანუ არ შეგინათ მთავრობამ ის სიტუაცია ის ნდობა, რომ ხალხს დაეჯერებიათ მასთვის და ხონდეს ხალხისთვის აზრი. სანამ არჩევნები დაინიშნება, იმას ისახია, რომ გაყალბდაო და ანუ არ ჩამოყალიბდა ის კულტურა, არ ჩამოაყალიბა სახელმწიფო მთავრობამ ის კულტურა ხალხში, მოსახლეობაში, რომ ეს რაღაცა ასეთი რაღაცები გაქრება რა. ალბათ კარგია, იმიტომ რომ თავემდე არ მიიღო ერთმა პარტიამ პირადესობა და ლიდერობა არ ქონდა ესე გამოკვეთი ადრე რო იცოდნენ თქვა 93% და 97% ალბათ ამის სწორი კარგია. დებითი და ძალიან ბევრი კანდიდატურა ვყავდა. ერთ უბანზე 5 მერის კანდიდატურა იყო ისევე უბნიდან. და რა ვიცი. გაიგო, ეხლა სიმართლე პირველი მეორე ადგილზე ვინც გავიდა, ისინი შეეჯებებიან ერთმანეთს. კონკურენცია იყო მაღალი. ცუდია, ცუდი. მეორე ტური იყოს. ეს კარგია თუ ცუდი? კარგია, მეორე ტური კაია. რატომ არის კარგი? ფაქტი ალბათ ეს მომდინარეობს იმიდან სიტუაციიდან მომდინარეობს. ფაქტი ის საქმეზე